დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აბუ-დაბიში და დუბაიში. პრემიერი მიიღეს საოცარი პატივისცემით და საოცარი სტუმართმოყვარეობით ამ ქვეყანაში. მას დახვდა ვიცე-პრემიერი, ხოლო შემდეგ შეხვედრა ჰქონდა ტახტის მემკვიდრესთან. ამ შეხვედრას ესწრებოდა ფაქტიურად მთელი მინისტრთა კაბინეტი და ჩვენ ჰქონდა საშუალება პირველი შეხვედრები უკვე ჩაგვეტარებინა და გავსაუბრებოდით ჩვენს კოლეგებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ინტერესი საქართველოს მიმართ არსებობს და იგი არის ძალიან დიდი და შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გვექნება ბევრი შეხვედრა ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს პოტენციალით, კერძოდ ამ ქვეყანას აქვს განსაკუთრებული გამოცდილება ტურიზმის განვითარების კუთხით და ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი საქართველოს პოტენციალზე ამ მიმართულებით. დღეს იყო ოფიციალური შეხვედრა, მაღალი დონის შეხვედრები, ხვალ გვექნება სავაჭრო სამრეწველო პალატასთან შეხვედრა, სადაც უკვე კონკრეტულად ბიზნეს პროექტებს განვიხილავთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ქვეყანას ჩვენ შევთავაზებთ ისეთ პროექტებს, რომლებითაც ისინი რეალურად დაინტერესდებიან. უახლოეს მომავალში უნდა გვესტუმროს საპასუხო დელეგაცია უკვე აქაური ბიზნესმენების და ფონდების წარმომადგენლობით და ჩვენ არსებულად განვიხილავთ უკვე კონკრეტულ პროექტებს, თუ რა შეიძლება ვითანამშრომლოთ. ძალიან დიდი დაინტერესება გამოიხატა სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ აინტერესებთ საქართველოში ნაწარმოები სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი ემირატებში. და აგრეთვე დაინტერესებულები არიან ენერგეტიკის და სატრანზიტო დერეფნის კორიდორის კუთხით.